29 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ანჩის ხატობას იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ედესით კონსტანტინოპოლს წამოყვანებას დღესასწაულობს. თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩის ხატის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღევანდელ დღეს მარიამობის მომდევნო დღეს ჩვენი ეკლესია აღნიშნავს პირი-ღვთისას დღესასწაულს, აღინიშნება პირი-ღვთისას გადაბრძანების დღე ედესიდან, სირიიდან კონსტანტინოპოლში და გარდა ამისა ჩვენი ეკლესია ორ ადგილას განსაკუთრებული ზეიმურობით აღნიშნავს ამ დღეს, ესაა ანჩის ხატი, არის ანჩის ხატობა და ესაა მამა ანტონობა მარტყოფში. რადგანაც ჩვენი საეკლესიო გადმოცემის თანახმად საქართველოში ორი პირი-ღვთისა იქნა ჩამობრძანებული, ერთი დედა ხატი, რომელსაც ჩვენ ანჩის ხატს უწოდებთ, პირველი ხატი, ხოლო მეორე უკვე ასურელ მამათაგან ერთ-ერთი ანტონ მარტყოფელის მიერ კერამიონი იქნა ჩამობრძანებული, როდესაც იგი საქართველოში ჩამოვიდა. აი ეს განსაკუთრებული სიწმინდეები ჩვენი ეკლესიის და მსოფლიოს ეკლესიის, რა თქმა უნდა, სამკაულს წარმოადგენდა ყოველთვის და წარმოადგენს დღემდე და მათდამი მიძღვნილი დღესასწაულებიც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ეპოქაში და დღეს ჩვენი ეკლესია სწორედ კიდევ ერთხელ გავხდით ღირსი იმისი, რომ აგვენიშნა ეს დღე გვეზეიმა და ანჩის ხატის ტაძრიდან მიულოცავთ ყველას ამ დღეს და ვუსურვებთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და ჩვენმა შემოქმედმა მაცხოვარმა დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი ხალხი და მშვიდობიანი და ნაყოფიერი, მრავალჟამიერი ცხოვრება მოგვანიჭოს ჩვენ. ტაძარში შეკრებილები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ. გილოცავთ ყველას ანჩის ხატობას, ანჩის ხატის დღესასწაულს. სინამდვილეში დღეს სამი დღესასწაული არის ერთად. ეს გახლავთ პირი-ღვთისას დედა ხატის დღესასწაული, რომელიც დააარსა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, იმის აღსანიშნავად, რომ მან დაამარცხა ხატმებრძოლეობა. აგრეთვე არის დღესასწაული ანჩის ხატისა, რომელიც მუზეუმში ბრძანდება, ყველამ მოეხსენება ეს ამბავი და კიდევ არის მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის დღესასწაულიც. გილოცავთ სრულიად საქართველოს ულოცავ და ერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია და ჩვენი ხალხი. ულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს დღევანდელ დღეს. ამ დღის მადლმა გააერთიანოს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი. ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ტაძარში დავდივარ მე, აქ მყავს მოძღვარი და რა ვიცი, ყოველთვის დიდი სიხარულით ვეგებები ხოლმე ამ დღეს. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, მინდა ვისარგებლო ეს მომენტი და განსაკუთრებულად მიულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას და შევთხოვოთ, რომ აღუდგინოს ხორციელი ძალები მას და დიდხანს გვიცოცხლოს მისი თავი. ასევე შევთხოვოთ, რომ ინებოს, რომ გადმოეცეს ანჩის ხატი მუზეუმიდან ეკლესიას და დაუბრუნდეს და ლოცვას დიდი ძალა აქვს და განსაკუთრებით ერთიან ლოცვას. ამიტომ შევთხოვოთ ყველამ ერთად უფალს, რომ ინებოს ღმერთთან და დაუბრუნდეს ანჩის ხატი ეკლესიას. მთელ საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღე არის უდიდესი სიხარული, უდიდესი მადლი. გიზიარებთ ამ სიხარულს, ამ მადლს. პირველ რიგში ჩვენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდა საუნეტარესი ილია მეორის მიულოცავ და მთელ საქართველოს.